რუსთავის დრამატული თეატრი განახლებული იერსახით იხსნება მაღალი რეზოლუციის სასცენო განათება, ახალი სკამები და რესტავრირებული ჭაღი. დასი ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელის პრემიერაზე მაყურებელს უფრო კომფორტულ სივრცეში ეპატიჟება. სპექტაკლის პირველი ჩვენება რუსთავ ქალაქობას დაამთხვიეს, რომელიც ამ უქმეებზე აღინიშნება. ცოცხალი კონცერტისთვის ჯგუფი რეგიონის ემზადება ინგა მარტინენკო გიამბობთ. უკვე ორი თვეა რაც რუსთავის დრამატულ თეატრში რესტავრაცია მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, აქ ჯერ არც არის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამბობენ, რომ დარბაზი არის განახლებული, მიმდინარეობს რეპეტიცია. შუა წამოდი შევხედოთ. განწყობაც უკვე ესეთია, რომ წინასწარ ვიცი მაყურებელს როგორი სიამოვნების გრძნობას დაეუფლება. ანუ მარტო სანახაობა აღარ არის, უკვე პლუს ამას გარემოა, რაც მე მგონი მნიშვნელოვანია სად დასვა მაყურებელს ამა თუ იმ სპექტაკლის საყურებლად. უცნობია თუ ვის ეკუთვნის თეატრის შენობის საინტერესო არქიტექტურა. ერთადერთი, რასაც ამ დრომდე მიაკულიეს, ინფორმაციაა ჭაღის წარმომავლობის შესახებ. ის საგანგებოდ ამ სივრცისთვის იტალიაში შეუქმნიათ. დროთა განმავლობაში გიგანტური სანათი მოძველდა. 300 ნათურიან ჭაღს რესტავრაცია წლების შემდეგ პირველად ჩაუტარდა. აღადგინეს დაკარგული ნაწილები და შეღებეს კიდეც. გარდა ამისა, დარბაზში დამონტაჟდა მაღალი რეზოლუციის სასცენო განათება. პარტერში და იარუსებზე შეიცვალა სკამები. დარბაზი, რომელიც 510 კაცს იტევს, ამიერიდან მაყურებელს კომფორტულ გარემოში უმასპინძლებს. სამომავლოდ კიდევ რამოდენიმე ეტაპი იქნება, რაც გაითვალისწინებს სცენის აღჭურვილობას, საგრიმიორო ოთახებს, ფოიეებს და ასე შემდეგ. რესტავრირებული გარემო ყველაზე მეტად მოტივაციას მსახიობებს აძლევს. ახლა დასი პრემიერისთვის ემზადება. ლაშანოზაძე ვაჟას უკდა პოემას დგამს. გველის მჭამელი რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე პირველად გათამაშდება. პრემიერას განახლებული თეატრის გახსნის დღეს გეგმავენ. ოფიციალური ღონისძიება რუსთავ ქალაქობას დაამთხვიეს, რომელიც შაბათს გაიმართება. მსახიობები პირველ შეფასებებსაც სწორედ ამ დღეს ელოდებიან. მართლა გვინდა რომ ძალიან კარგი იყოს. ნახოთ, მაყურებელი დაჯდება და მე მივხვდებით. ყვავილები იქნება ტაში თუ პამიდურები. ხმაურიანი სამზადისი აქვს მუსიკალურ ჯგუფ რეგიონსაც. რუსთავის დრამატულ თეატრს შეკეთლებულები უკვე ერთი თვეა ცოცხალი კონცერტისთვის ემზადებიან. მსმენელი მუსიკოსებისგან ახალ სიმღერებს მიიღებს. ჯგუფი წარმოადგენს ახალ ალბომსაც. არის ალბომის პრეზენტაცია, ახალი ალბომის რეგიონის, ამა ჯორჯელ, მე ვარ ქართველი, ესე. და ახალი ორი ვეშია, რომელიც დუეტებია. ამას სიურპრიზად შემოვინახავ და კიდე რამოდენიმე ისეთი სიმღერა, რომელიც საერთოდ არის ის მსმენელმა. ყველა კულტურული ღონისძიება შაბათს და კვირასაა დაგეგმილი. სწორედ ამ კვირის ვიკენდებზე აღინიშნება რუსთავ ქალაქობაც. რესტავრირებული დრამატული თეატრი პრემიერით მაყურებელს შაბათს 5 საათზე ელის. ჯგუფი რეგიონი კი კონცერტს მერის წინ მდებარე განახლებულ მოედანზე გამართავს საღამოს 9-ზე.